ჩემი პრინციპი აქ დავტოვე და ეგრე გადავუყვანია. ანუ დღეს არის შაბათი, კვირა რა. და პარასკევს დილით მოვედი დატვირთვაზე. მთელი დღე აქ ვიყავი მოკლედ რა. დატვირთვით კი დამტვირთეს დაახლოებით საათ ნახევარში, მაგრამ გამბაჟება ვერ მოესწრო. 8 საათი ვიდექი გამბაჟებაზე და ეგ. და ბოდიშიო, მაგრამ დღეს გამბაჟება ვეღარ მოესწრება, გამბაჟების განყოფილება სხვაგან არის, ესენი აქ არიან. და პარასკევს რო დაიკეტა, გამბაჟება გაიხსნება დილით ორშაბათს 9 საათზე, ესეთი 8 საათზე და ხვალე უნდა გადმოვიდე 8 საათზე რა. ეხლა დუში ვიყავი, აქ დუში საპრიფარში და რაღაცები აქ იყო. შემეძლო ამის უკანაც გავჩერებულიყავი გუშინ, მარტო მანქანით, მარტო თავით წავედი რა. და 2 დღე კი დუში და რაღაცები ცოტა შორს იყო, მაგრამ კილომეტრი ნახევარში გავჩერდი მოკლედ აქედან რა. და ამ კომპანიაში უკვე წელიწად ნახევარია მეგობრებო, რაც ვარ და მეორეჯერ მოხდა უკვე რომ სახში ვერ ვარ 45 საათიანზე დავრჩი აგერ ბელგიაში. მაგრამ ეხლა რომ ჩავალ, ანუ ხვალე არის ორშაბათი, ხო, ორშაბათი და სამშაბათს რო ჩავალ, მაშინ 4 შაბათი, 5 შაბათი პარასკევი სახში ვიქნები. 45 საათიანზე ვერ ვიყავი სახში, მაგრამ სამაგეროდ 3 დღე ვიქნები. თუმცა 3 დღე რო ვიქნები, ჩათვალეთ რომ ეს რეისი გამიცდა რა, ასე რომ ვთქვათ. ეს 2 დღე აქ რო ვიყავი და 3 დღე სახში რო ვიქნები, ჩათვალეთ ეს 5 დღე, რომელიც 5 ან 6 დღე უნდა ვიხოლმე რეის. ჩათვალეთ ერთ თვეში ერთი რეისი ჩამივართ. მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ასეც ხდება, მეორეჯერ მოხდა ეხლა. ცუდია პირველადაც რომ მოხდა და პირველად რომ მოხდა ვიცოდი ეგრე რომ იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაც ისე დაემთხვა რომ წინას არ ვიცოდით რომ ინგლისში მომიწევდა 45 საათიანის გაკეთება. და ეხლა საერთოდ ვფიქრობ რა უნდა იცოდე რომ დილით რომ მოხვალ ადრე და მთელი დღე რო ვერ დაიტვირთები და კომპანია რო დაიკეტება, როგორ უნდა გათვალო ეგ, ხო? ერთხელ იყო დაახლოებით 6 საათ ნახევარი ვიდექით დატვირთვაზე, რაღაც საბურავებს გიტვირთავდნენ რა ესპანეთში. მაგრამ ისე რომ მთელი 10 საათი და რაღაცა აქ იდგე და 8 საათზე მეტი ვიდექი, ეხლა იმ დღეს აქ რა. 10 საათი იდგე და ვერ მოესწროს, ეგეც პირველად მაქვს. ამიტომ ეგრე ხდება ხოლმე ეგ არაფერი. წავედი რა თქმა უნდა პატარა მანქანაში BMW ცენტრი იყო, BMW ცენტრთან მოვძებნი ადგილი და მივაჩერე მარტო გავუკეთ რა ხან ვიყავ, ეს ხეებში მაქვს ჩაყენებული, ჩემთვის რაღაც BMW აყენია, მეხუთე სერია და მაგის უკან მე მაქვს ჩაყენებული რა. და ამჯობინე ცოტა შორს გავჩერებულიყავი რა მოკლედ. ეხლა კი გავიაროთ, გაჩვენებთ აქაურობას რა ხდება. მოკლედ გამოვისეირნი ეხლა რა გუშინა დღესაც. აბუდიალობ აქ მთელი დღეა. დილა საღამომდე რა ვაკეთებო. ამოდი გავიაროთ ეხლა აქ აბა ბელგიას შეგახედოთ. მე მიყენია მანქანა აი მანდ მეგობრებო, მაგასაც გაჩვენეთ რა. ეს ჩანს ბევრი რაღაციდან. ახლოს მიმოღრამ ხელა რაღაცა არის გაჩვენეთ რა. ასე რომ მაპის გარშე დავდივარ ეხლა მოკლედ. ეგერაა ჩემი ნიშნული. მაგის ცოტა იქით მიყენია ჩემი მანქანა. აქამდეც მივარ. ზოგადად სახლია. უდრო. და კოხტა. ველოსიპედები როგორ აყენია მის გარეშე. ეს იმის დასტურია მეგობრებო, რომ ესე იგი წყნარი უბანია. გუშინაც დავდიოდი ხო თელეგრამე და თელეგრამე რა გვიანობამდე და ბევრგან იყო ველოსიპედები ეგეზე დატოვებული პირდაპირ, რომელიც ბელგიაში არ არის ხოლმე. აქ რაღაც ბარი არის და დღეს შედარებით ახალგაზრდები და გუშინ სულ ასაკოვნები იჯდნენ ხოლმე, ეს ასაკოვნების არის. სულ ასაკოვნები იყვნენ გუშინ. ლოცავდნენ, ბილიარდს თამაშობდნენ. გამოჩნდა ჩემი გოშკურა. თქვენიაც რა არის ეს? სანამ მივალ და გეტყვით რა არის. აი რა შეიძლება იყოს ეს? დაწერთ რა კომენტარში. მე სიმართლე გითხრათ, მაგრა გამიკვირდა რა. ეს პატარა საყვარელი დასახლებაა. აქ ეს სტილი, ეხლა იქ თუ გადავალ, იქ ცოტა სხვა სტილი არის. კიდე ქვევით, კიდე უფრო სხვა სტილია. მაგრამ სტილი ბელგიას
ასეთი მოკლედ რა. აგურები, შედარებით მოწვრილებული ხეები და ისინი ნაკლებადაა გამწვანებები კი აქვს, მაგრამ ხეები ნაკლებად არის. ცუდი არ არის. მაგრამ უკეთესებიც არსებობს. ესე გამოვხო, ეხლა ესე ჩავალ ბოლომდე. მე იქით გადავხო, უკან ამოვალ და სამის უკანან ჩემი მანქანა და კაი ბლომად სიარულის გამომევა დღეს. აქედაც საკაიფო დასახლება იყო, რაც გუშინ ნახე. ეხლა ვარ მეგობრებო, მეხუთე სერია, ახალი. ეხლა ვარ მეგობრებო, ანტვერპენს და ბრუსელს შორის, უფრო ბრუსელთან ვარ ახლოს. ანუ აი რო გაჩვენოთ მეგობრებო, ნახეთ სად ვარ. Антверпенс да Брюсселс შორის. Направляйтесь на север, затем поверните налево. 30 კილომეტრია სიმითი რა ქვია. მანქანით. ავტობუსი მიწერს 48 წუთს. ძველი სტილის სახლები აქვს ხოლმე ძალიან საყვარელია. პატარა გარაჟის კარები ვნახე. გუშინ ესე გამოვძვერი. იქი დავდიოდი გუშინ. ეს ვიგენება. ხოლო ნახეთ ახლა. შემეძლო წავსულიყავი ბრუსელში, ხო? ნუ ანტვერპენში ჩვენ ხან ბელგიის რეისები აქ იშვიათად გვაქვს, მაგრამ როცა გვაქვს, მაშინ სულ ანტვერპენში გვაქვს. ნუ ანტვერპენში ადრეს ბევრჯერ არ ნამყოფი და ამ კომპანიიდანაც ბევრჯერ. და ამ ბრუსელში კიდე რო წავიდე, ახლა რამდენჯერ წავიდე ხა ამ ბრუსელში, ხო? თან ამ დიდ ქალაქებში ცადე რამდენიმეჯერ განა არ ვცადე, მაგრამ მარტო არ გისწორდება რა. იქაც უნდა ვიარო და აქაც უნდა ვიარო რა და. ამიტომ მირჩევნია ესეთი პატარ-პატარა რაღაც დასახლებები უფრო აღმოვაჩინო, ვიდრე აი ავტობუსი. ესეთი ავტობუსი წამიყვანდა ახლა. აქ რაღაც ღია დღეს. ეეეე. ხოდა მოკლედ ცადე რამდენიმეჯერ, მაგრამ არა ვერ არა რაღაც მარტო ვერ არა მოკლედ. დიდ ქალაქებში თუ წახვალ უნდა წახვიდე ვიღაცასთან, ვიღაცებთან ერთად რა. რა ვიცი, მე რამდენჯერაც მარტო აღმოჩნდი არ გამისწორდა, რამდენჯერაც ხოლთან აღმოჩნდი გამისწორდა. ვინ როგორ არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას როგორ ამოვყენებია ორივე საუბრალი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ადგილები რო აღმოაჩენდა, ბევრი ვიარო მირჩევნია, ვიდრე დიდ ქალაქში ხა დავთავდა ავტობუსით ვიაროტო. ახლა გუშინ საღამოს 4 კილომეტრი გავიარე, ცოტა მეტი. დღესაც 4 კილომეტრს რა გააკლია, უკვე 500 მეტრი აკლია და ეგა. ხო და ეხლა რაღაც მეხელენი თუ მეჩელენი თუ რაღაცნაირი სახელი ქვია, რა ვერ გაიგებ. როგორ გამოიწვის, არ ვიცი, ბელგიურად ალბათ უფრო მეხელენი იქნება, იმიტომ ესენი ხ და ეგეთ იმებს ურევენ ხოლმე სიტყვებში რა და. ეს პატარა დასახლებებში გონიალი უფრო მისწორდება მოკლედ რა. გადმოვიდეთ ჩვენ აქეთ. კუ ჩირიპაშკანინძა. მაგრამ ასებად ბელგიელებს, ჰოლანდიელებსაც მსგავსი დეკორაციები რა. ეს ფოთლები ჯერ არ დაცვივდა კიდე. ეს არის 30 ნოემბერი. ანუ ბოლო დღე არის, ხვალიდან 1 დეკემბერია და ბოლო დღე არის. ხვალიდან უკვე როგორც იცით გართულებული წესით გვექნება ქართველებს მოწვევები. ეს მატარებელი წავიდა და პრინციპი რომლის გაჩერებას დაახლოებით იქით არის. და აქ აყენია ძველი S-კლასი რა. გუშინ ნახე იქ ძველი პიცოტი.
560 ეს ნახეთ რა მაგარია და გუშინ პიცოტი ვნახეთ, აი ეს ახალი ვითქონდა სიდენიები და ეს ინგარდა კი დასრული იყო, მაგრამ ბებერო, რა კაი მდგომარეობაში აქვს სიდენიები და ზოგადად გარედანაც დასრულია თორე. ესეც რა რეჟია. ამის ყიდვას ვაპირებდი, რომელი წლები იყო? ალბათ 2004 თუ რაღაც 2005-ში ფიქრობდი ამის ყიდვას. ძალიან მომწონდა ეს მაშინ და აქ ცოტა ეს დასახლება. აი ცუდია ვერ როგორ უნდა თქვა ხამას ცუდია, მაგრამ რაღაც აი თვალი არ არის რა ნაჩვევი რა, უფრო აი ესეთი სახლები უფრო არის ხოლმე ევროპაში და ამას უფრო უღამს უჭერ ვიდრე ხა ესეც თქვა. ან ესეც რაც. ეს ხე იყო წუხელ ძალიან ლამაზად განათებული რაღაც ფერადფერებში. სად უყენია ამას განათება არ ვიცი, მაგრამ თქმა ამ კარკასი არის შიგნით. ძალიან ლამაზი იყო წუხე. აქ ეტყობა აღარ ცხოვრობს, მაგრამ აქ არის ბაყაყი თუ რაღაც. კოკინები და რაღაცები. აი ჰოლანდია მაგიტომ მიყვარს. ჰოლანდიაში მსგავსად შეიძლება 1000-ში ერთხელ ნახო, გიგეთ ახმობით ხა ვიღაცა იქაც იქნება, მაგრამ მე ძირითადად ასეთი მოულელი ზოები ჰოლანდიაში იშვიათად. ძალიან იშვიათად რო ნახო რა, აი ძალიან იშვიათად. თითქმის ვერ ნახავ. აქეთ ესე არის ხოლმე რა. გააჩნია ბელგიაში არის უბნები, სადაც ყველგან ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ბევრჯერ აღმოჩნდა გავს უბანში, სადაც კაია, მაგრამ ისე რა, რაღაცნაირად. ხა იგი რას პარკი იყო ბავშვების და ხისგან და რაღაცებისგან ძველი არის უკვე რა. ხოდა ჰოლანდიაში ხო გეუბნებით? რა ვიცი, მგონი ეს რანაირია. რანაირად შესაძლოა. მგონი ყველგან ვარ ჰოლანდიაში დამყოფი მართლა ოღონდ და ვერ ნახავ რა, იცუდ ადგილს თანხით უნდა ეძებო რომ ნახო რომ რაღაცა არ მოგეწონოს. თორემ მთელი ევროპა მეტნაკლებად ეხა ამ თვალსაზრისით კარგია. მეტნაკლებად. მაგრამ არის ბევრი აი მინგრეული ადგილი ხარ ნახე. არის ბევრი ისეთი ადგილები. ესენი ბელგიაში ყველაზე პოპულარულია, მგონი ბელგიაში და მე ჰოლანდიაში. ოგა. აი მოდი მე გუშინით ვიყავით აღარ წავალ ესე გავხო და ესე წამოვალე ხა. კაკას ამ ქუჩის ბოლოში აღენია ჩემი მანქანა და ეგერა ის ანძავს. რომანთანაც მივალე ხა და გაჩვენეთ ახლად. ვიდეოში არ ვიცი როგორ გამოჩნდება, მაგრამ ძალიან დიდი. ამის შემდეგ რანაირად მოხდა, როგორ მოხდა, ვერ გეტყვის მეგობრებო, მაგრამ თუ მეგონა რომ იღებდა, თურმე არაფერსაც არ იღებდა. ანუ იმ მომენტს, როცა მინდოდა რომ გადაიღო, თურმე არ იღებდა, იმ მომენტს, როცა მინდოდა რომ არ გადაიღო, იმ მომენტს იღებდა თურმე. ანუ გზად შევიარე, კარტინგები შეჯიბრი იყო, წუხელაც ამ ადგილას ვიყავი და დღესაც შემოვიარე სპეციალურად. ასევე ბოულინგ ცენტრი იყო, საბილიარდო იყო და ასე შემდეგ, რესტორანი და ბევრი რაღაცა იყო, დიდი შენობა იყო, ერთადერთი რაღაცა რაც ღია იყო რა. და აი სამწუხაროდ ესეთი რამე მოხდა რა. რანაირად მოხდა, მართლა ვერ გავერკვიე. ყველა კადრი რომელიც მინდოდა არ არის, რომელიც არ მინდოდა ისინი აგერაა ბატონო. ასე რომ სამწუხაროდ ასეა რას ვიტყვი. თუმცა გეტყვით რომ აქ იყო ელექტროკარტინგების შეჯიბრი, სადაც პატარა ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას.
ცოტა მოსაწყენია ეს ელექტროკარტინგები. მეტი არაფერი. Ai, წავედი. წავედი მოკლედ. ეს ელექტროა და რანაირად ხმის. დინამიკებს აქვს, მაგრამ არ და ელექტროა. აი ხამოდი მივიდეთ მაგასთან. ისიც ყოფილა. მოკლედ ბავშვების თუ რამე არის სასწავლი მოტოწყლის ის, რავი, ყველაფერზე შეიძლება ბავშვი ადგედა მიიყვანო რა, ეს ელექტრო. და ესენი ყველა ელექტროა კიდე ამის, აი BMW რომ ჩანს განახეთ ხა, მან მიდგა ჩემი მანქანა რა, კიდე მაკან. მან მიდგა ჩემი მანქანა და ყველა ელექტროა და სხვათა შორის დღესაც მოვიდა რამოდენიმე მანქანა და შეერთეს დატენეს. მეტყობა კვირასაც რამოდენიმე მუშაობს, ვერ გეტყვით რა. ეს ელექტრო. ნუ აქაც სხვა რეალობაა მოკლედ რა. აი რამდენი მანქანა ყენია, ყველა ელექტრო, ყველა იკენება ეხა ესენი აბსოლუტურად, ორი ფორდი ყავს. ეს არის BMW ცენტრი, აქ დავდექი წუხე რა. აქ დავდექი წუხე. მეთქი რაღა იქ ვიყურებ, BMW-ს მაინც ვიყურებ. აგე რა ჩემი მანქანა. საცო დავი დასული რას გავს პროსტა ნახეთო. ეს აქ აღენია, მე უკან ამოვყევ. აი წამოიხა აქ ეს ნახოთ. ეს სამათია როგორც ვიცი. რა სამი დღე აქ აყენია ეს მანქანები. მესამე დღე ახლა აქ ვარ და X2M. დიდად არ მომწონს, მაგრამ სხვები არის კაი სამაგერად. ეს კაი კომპლექტაცია აშკარად. ეხლა რა შეეხება ამას მეგობრებო. აი ძალიან პატარა ჩანს ეხლა აქედან მე კამერას ვუყურებ და პატარა ჩანს, მაგრამ რეალურად ეხლა ამას მოვაახლოვებ, აი მე როგორ ხედავ აქედან. იცი? სიგროში ვადაროთ, არა გადავდაბა. არეტევა კაცი, ანუ რეალურად მე ეხლა ამას ესე ვხედავ. აი რო შევადაროთ რა. აი მანქანას რო შეადაროთ, მე თვითონ ახლოს მივიდე.
აი ძალიან დიდი მახინაა და ესე იგი ეს მისაბმელი რო ავიღოთ ახლა ხო? გეტყვით ახლა ზომები რო გადმოგცეთ უფრო ზუსტად რა. ხო, ანუ დაახლოებით ეს მისაბმელი რამხელაც არის. დაახლოებით აი ამ ხელა არის, ახლა აი ეს მარტო ეს. თქვენ წარმოვიდგინეთ ახლა ეს რა არის და. თქვენ ამთებში იმაში რო არის, ბრუსულის რომ ნაწილობს ადამიანის შავებში. ვითომ რაღაცა როა და ამ დროს ფნათებში რო. That's what I'm talking about. Bro, just check in. გუში ყავა და რაღაცები ამოვიტანე. ვიჯექი აქ და უყურებდო. ანა ნახეთ ახლა. რა არის თქვენი აზრით ეს? ეგეთ რამე არ გამიგია მეგობრებო, რავი. იმაშიც ვიყავი, რა ქვია, გვირაბშინშიც ვიყავი. გესებშიც ეს წყლის რაღაცები ნასოსები წყალი გადააკაჩავე, გადმოაკაჩავე, მსგავ ყველაფერში ვიყავი ცხოვრებაში, მაგრამ ესეთ რამ პირველად გავიგე რა. ეს მე მგონა თავიდან მეთქი რახან დასახლებულ ადგილასაა, მე იმის მეხის მიმღები ხო არაა მეთქი, მაგრამ არა, თურმე ესე იგი, აქ რაც არის მეგობრებო ახლა, აი ეს რაც არის, რა საკმაოდ დიდია, ყოფილად წყლის დიდი რეზერვუარი. რავი, წვიმიდან იღებს, ეგ აღარ წვიმიდან იგროვებს წყალს თუ რა შოა, მაგრამ წყლის დიდი რეზერვუარია, რო რამე იყოსო და გაითიშესო წყალმომარაგება, რომ აქედან დაწოლილი წყალი ამ წნევის შემქმნელი არის, რა, რომ წნევა შექმნის და ყველას ამან წყალი მიეწოდება. აი ესე ცისფრელი არ გამიგია ამ ხელამახენის წამოჭრა მაგის გამო, კაცო. მე მგონი უფრო ფნათებშია თუ რას ფიქრობთ. ნუ არ ვიცი, ვერ გეტყვით მეგობრებო, მაგრამ ცოტა უცნაურია ამ ხელამახენის ეგრე გაკეთება რა და ალბათ უფრო სხვა დანიშნულება ქონდა თავის დროზე, რავი, ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ ესე უწერია ყოველ შემთხვევაში ChatGPT-ს ვკითხე და ხო, წყლის და წოლის რა წნევის შესაქმნელი რაღაცა არის, აი გზევით არისო, წყალიო, რა რამდენი ტონა წყალი იქნება, მაგრამ ერთმანეთს ხო? და რამე ამ მოსახლეობას აქ, რომელიც არის, რა ვიცი, ალბათ ერთი გლანის ხელა. ორი გლანის ხელა, კაი, მეტი ნამდვილად არ იქნება. რაზე არც იქნება, არაკაც 30 კილომეტრში აგერ კი არის ბრუსელი და ბრუსელი დიდია. ამიტომ ვერ გეტყვით მეგობრებო, ეს რა ჯანდაბა არის საჭირო და რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხელაფული დახარჯეს და წყლის ამბავიაო ძმაო, რომ ხალხს არ მოწყურდესო. აქ კიდე რაღაცა ბავშვების ლაგერივითაა თუ რაღაც ეგეთი არის და ესენი საუბრობთ ახლა აქ მოდიან. გუშინაც იმაშვებოდნენ. აი აქ იდნენ და რაღაც გაწელვებს და რაღაცებს აკეთებდნენ ღამე. აი აქ. მაგლეთ ერთობი ეს ორი დღე წინ უკვე დავუდიალობ, გამყავს დრო ასე ვთქვათ რა. ყლაპოიანი იყვნენ ბავშვები. ეთყობა. იმას საქმეს, ტალახიანები იყვნენ. ენდრობას რაღაც გადაყვანილი ყავდა გარბეინეს ამებში. თქვენ ავეტან სისუფთავეს ხართ ბიზია მიჩეულისა და ტალახის გემოცოდეს და ატყლაპუნებს ბავშვები ტყლაპოებს ეთყო. გადასასვლელი იყო, მაგრამ აქ გადმოვჭერი. ნუ კარგით მოკლედ რაც იყო ეგ იყო. ცუდია რომ ჩავრჩი აქ ორი დღით, მაგრამ ეს მეხელენია თუ მეჩელენია თუ რაც იყო, ეს პატარა უბანია თუ რაც არის, საკმაოდ ისე ავით ისე მოკლედ რა.
ასე რომ მეგობრებო ამ სილამაზეების ფონზე დაგემშვიდობებით რა ვთქვა ამის ფონზე დაგემშვიდობოთითო ამის ფონზე რა ეს მიყვარს არა ეს მაინც იყო არის და იქნება ყოველთვის ჩემთვის ასე რომ თქვენიც წარმატებები ყველას